მოსწავლეთის ადმინისტრაციულ სამართალდამღვრევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამღვრევთა კოდექსის 174 პრიმატურის მეოთხე ნაწილი და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდოს ჯარიმა 5,000 ლარის ოდენობით. ზიამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით ქუთაისში მოსამართლის სახლთან საპროტესტო შეკრების გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო მოსიძემ 9 პირის სამართალდამღვრევად ცნო და 5,000 ლარით დააჯარიმა. სასამართლომ დააჯარიმა ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, მუსიკოსი ნინო ქათამაძე, ფსიქოლოგი მაია ცირამოა, ფსიქოლოგი ქეთევან ფილაური, მასწავლებელი ლადო აფხაზავა, ჟურნალისტი ეკა კუხალაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი ირინა ზარანდია და ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან გივი ცინცაძე. სიმართლისთვის, მხარდაჭერისთვის, თანაგზნობისთვის არ უნდა ჯარიმდებოდეს ადამიანი და მით უმეტეს ჯარიმის მიღმა კიდე არსებობდა 60 დღე პატიმრობა. მე კიდევ ერთხელ ვწუნდები, რომ ის ბრძოლა რაც რუსთაველზე მიდის და რაც მთელ საქართველოში პროტესტის ნიშნად ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება და ნამდვილად არის გასაგრძელებელი, რადგან ყველაზე მთავარს თავისუფალს, ყველაზე მთავარს სიტყვას აქვს უფლება, რომ თანაგზნობის სივრცეში იარსებოს და ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერით უნდა გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში. მართლა გითხრათ, ნამდვილად არ მქონდა იმის მოლოდინი, რომ სასამართლო ესე ადვილად გამოგვიშვებდა და არც ჯარიმას დაბლოკისებდა და არც პატიმრობას. უნებრივია ველოდი შოპლანი ზარდიყავით ამისთვის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არც იმას დარდობთ დავჯაროთ ჯარიმა დაბლოკისას, რადგან ვთვლი, რომ ჩვენ ყველანი ვიდექით იქ, სადაც უნდა ყოფილიყავით. ვიცავდით იმ ადამიანის ინტერესებს ჩვენი პროტესტით, ვისი ინტერესებიც უნდა დაგვეცოდა. მე დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენთაგანი თუ კი ამის საჭიროება გახდება, ნებისმიერ შემთხვევაში კვლავ გამოვიწევდებთ ყველა სოლიდარობას და ყოველთვის ვიქნებით სიმართლის მხარეს. მე უსურვებ ჯანმრთელობას და სოლიდარობას საქართველოს. ქართული ოცნების სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მოქალაქეებმა სასამართლოს შესასვლელთან საპროტესტო ბანერი გაშალეს, ადგილზე ისმოდა შეძახილებიც. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ყველგან პოლიცია, არცად სამართალი, ყველგან პოლიცია, არცად სამართალი. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მიცემული პირების ინტერესების დამცველებმა სხდომაზე რამდენიმე მიმართულებით არგუმენტები წარმოადგინეს. მათი თქმით, მოსამართლის სახლთან შეკრებას ჰქონდა სიმბოლური მნიშვნელობა, რითაც საფრთხიან დისკომფორტი არ შექმნია იქ მცხოვრებლებს. ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხდომაზე მოითხოვა, რომ სასამართლოს 9 პირის სამართალდამღვრევად ეცნო და სახდელის სახით ჯარიმა გამოეყენებინა. შუამდგომლობით მოგმართავთ, საქმეს დავუშვოთ ერთი სიდიდისკი, რომელზეც არის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ დატანილი ინფორმაცია, ფოტოსა და ვიდეოს სახით, რომელიც სასამართლოს ერთმნიშვნელოვნად დაუდასტურებს, რომ 26 იანვარს ადგილი ჰქონდა სიმბოლური აქტის განხორციელებას სოლიდარობის ნიშნად და მათ შორის აღნიშნულ დისკზე დატანილი ინფორმაცია დაადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ამ შეკრებას ჰქონდა 20, მაქსიმუმ 30 წუთის ხანგრძლივობა. ადვოკატმა ანა ჩაფიძემ სხდომაზე სოლიდარობა გამოუცხადა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, რასაც დარბაზში შეძახილები და ტაში მოჰყვა. მოსამართლემ ადვოკატი და იქმოყოფები გააფრთხილა, რომ თუ არ შეწყდებოდა მსგავსი რეპლიკები, ყველას დარბაზს დაატოვებინებდა. პირველ რიგში, სანამ ჩემ სიტყვაზე გადავალ, ეს არის მიმართვა განცხადება სასამართლოსთვის. პირველ რიგში მინდა განაცხადო, რომ თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველა იმ კანონურ პატიმრს, რომელიც დღეს ეხლა იმყოფება, ეს რელევანტურია. განცხადება არის ეს, იმიტომ რელევანტური არა საქმესთან დაკავშირებული, იმიტომ მოტივი სავარაუდო სამართალ დარღვევის იყო სიცოცხლის გადარჩენა მზია ამაღლობლის და მე ვიხდები ჩემს, არა, ამე დაწყნარებული ვარ მოტივზე საუბარი.
დარბაზს, საქმეს დაუბრუნდი. საქმეს უბრუნდები. მოტივი, კარგი, მე ვუბრუნდი. სავარაუდო, არა, მიტინგზე არა ვარ და მე სულად ვაწყვეტი. სავარაუდო სამართალ დარღვევაზე, რომელსაც ამ განსახილველ სიტუაციის საქმეს ეხება, მოტივი არის ძალიან მნიშვნელოვანი და სამართალ დარღვევის მოტივი არის ზუსტად მზია ამაღლობელი სიცოცხლის გადარჩენა და მე ვალდებული ვარ უფლება დამცველი ანა ჩაფიძე და ჩათვალეთ რომ პოტენციური სამართალ დარღვევი ვარ ასე გამოდის ვუერთდები ჩემს დასაცავებს ვუერთდები და ხარს ვუჭებ და ზუსტად რელევანტურია ამ დარბაზიდან ეს გავაჩერო. სასამართლოში სოლიდარობის ნიშნად შეკრებილები იყვნენ ბრალდებულების კოლეგები და ახლობლები. მოქალაქეებმა 9 პირი დარბაზში მხარდამჭერის შეძახილებით შეაცილეს. სასამართლოს დერეფანში ისმოდა საქართველოს ჰიმნი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან აქცია 26 იანვარს გაიმართა. პროტესტის მონაწილეებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი მზია ამაღლობელის ადვოკატების სარჩელი. ისინი მოშიმშილე ჟურნალისტისთვის ამყვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებდნენ. სარჩელი კი დაუშვებლად სწორედ მოსამართლე ოქროპირაშვილმა ცნო.